იმის უარყოფა, რომ დედამიწა და მთვარე ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ, შეუძლებელია. ამის მიუხედავად მთვარის მოქმედება ადამიანებზე მუდმივი დისკუსიის წყაროდ მიიჩნევა. მთვარე და ძილი. ბევრი თვლის, რომ სავსე მთვარე ადამიანების უცნაური ქცეების მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ მეცნიერებას არ შეუძლია დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ამ თეორიის სასარგებლოდ ან მის საპირისპიროდ. სამაგიეროდ ის ეთანხმება იმ აზრს, რომ მთვარეს ადამიანის ძილის ციკლის დარღვევა შეუძლია. შვეიცარიაში ბაზელის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, მთვარის ფაზები ადამიანის ძილის ციკლზე კაცრად განსაზღვრული სახით მოქმედებს. მაგალითად, კოშმარული სიზმრები უფრო ხშირად სავსე მთვარეს უკავშირდება. როდესაც ნილ ამსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე ფეხი დაადგეს, საოცარი აღმოჩენა გააკეთეს. ატმოსფეროს არარსებობის გამო საგნების ჭრდილი მის ზედაპირზე უფრო მუქი გამოჩნდა, ვიდრე დედამიწაზეა. მთვარის ჭრდილი. მთვარის ჭრდილები აბსოლუტურად შავია, ხოლო როდესაც ასტრონავტები ჭრდილზე დადიოდნენ, მზის შუქის მიუხედავად საკუთარ ფეხებს ვერ ხედავდნენ. რა თქმა უნდა, ასტრონავტებმა ამასთან შეგუება შეძლეს, მაგრამ ასეთი კონტრასტი მთვარის ზედაპირის ბნელ და ნათელ ნაწილებს შორის მაინც პრობლემად რჩებოდა. მთვარის ყველაზე საინტერესო საიდუმლო კი ის არის, რომ მას არ გააჩნია მაგნიტური ველი, ხოლო ქვებს, რომელიც ასტრონავტებმა მთვარიდან ჩამოიტანეს, მაგნიტის თვისებები აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოდესღაც მთვარეს მაგნიტური ველი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ დაადგინეს თუ რატომ გაქრა. მთვარეზე პრაქტიკულად არ არის ატმოსფეროც. მთვარის ზედაპირი დაფარულია ეგრეთ წოდებული რეგოლითით, წვრილი მტვრისა და კლდოვანი ნამსხვრევების ნარევით, რომელიც მთვარის ზედაპირთან მეტეორიტების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება. გრავიტაციული ძალები დედამიწასა და მთვარეს შორის იწვევს რამდენიმე საინტერესო ეფექტს, მათგან ყველაზე ცნობილია ზღვის მოქცევა-მიქცევა. მთვარის ქერქის სისქე საშუალოდ 68 კილომეტრია. მთვარეს მაგნიტური ველი არ გააჩნია, თუმცა მის ზედაპირზე არსებული ზოგიერთი კლდე ავლენს ნარჩენ მაგნეტიზმს, რაც მთვარის მაგნიტური ველის არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს განვითარების ადრეულ ეტაპზე. ატმოსფეროსა და მაგნიტური ველის გარეშე მთვარის ზედაპირზე პირდაპირ გავლენას ახდენს მზის ქარი. 4 მილიარდი წლის განმავლობაში მზის ქარიდან წყალბადის იონები მთვარის რეგოლითში შედიოდა. მთვარის განსხვავებული გარეგნობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ანათებს მას ხამით ჩვენთვის უხილავი მზე. მთვარის გარეგნობა იცვლება თვის განმავლობაში, რადგან ის მზესთან და დედამიწასთან შედარებით განსხვავებულ პოზიციას იკავებს. სწორედ მისი ეს ცვლადი გამოსახულებები, ანუ ფაზები და კიდევ ბევრი სხვა მისტიური ქცევა იქცა ოდითგანვე კაცობრიობის დიდი ყურადღების მიპყრობის მთავარ მოტივად. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებული